გამარჯობათ მეგობრებო, შეგახსენებთ საკუთარ თავს ლეილა და გთხოვთ რომ გადახვიდეთ ჩემს YouTube არხზე, გამოიწერთ ვის გაუზიაროთ მეგობრებს და ლაიქოთ და კომენტაროთ და აფიქსირეთ თქვენი აზრი. დღეს ვისაუბრეთ ასტროლოგიაზე და მშვილდოსნებზე, თუ რა ერლით 2025-ში მშვილდოსნებს. ასევე თხოვნა მაქვს რომ ვინც უყურეთ წლევანდელი წლის და შარშანდელი წლის პროგნოზებს, რამდენად დაემთხვა, რამდენად იყო ასე ამის შესახებ რომ თქვენი კომენტარები დააფიქსიროთ. Маш, ძვირფას უმშვილდოსნებო, ვისაუბროთ პირველ რიგში მერკურის შესახებ. ჩვენ 2025 წელს რეტრო მერკური გვექნება 3-ჯერ და ეხლა რა უნდა გავაკეთოთ და რა არ უნდა გავაკეთოთ რეტრო მერკურის დროს. რეტრო მერკურის დროს არამც არ ვიწყებთ რაიმე ახალს, იმიტომ რომ დიდი ალბათობით ან არ ვიწყებთ, ან არ ვიძენთ. დიდი ალბათობით შედეგი არ მოგვეწონება, იმიტომ რომ ან გაფუჭებული ჩამოვა, ან ის არ ჩამოვა, რაც შევუკვეთეთ, ან გვიან ჩამოვა, ან რა ვიცი, მისამართი შეეშლება, დოკუმენტებში პრობლემები იქნება და მოკლედ მთელი ამბავი. და შედეგი არ მოგვეწონება. შესაბამისად ამისა, რეტროს დროს კარგია ხოლმე რომ მივუბრუნოთ რაიმე ძველს, დავხვეწოთ რაიმე ძველი, შევაჯამოთ, დავახარისხოთ, აი ამისთვის ძალიან კარგია. პირველი რეტრო მერკური იქნება 15 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით. ეს იქნება თქვენს მეხუთე სახლში, მეხუთე სახლის სფეროებია სიყვარული, ბავშვები, სცენა, შემოქმედება, ხელოვნება, სიყვარული. ამიტომ დიდი ალბათობით აი ამ საკითხებს შეიძლება რომ დაუბრუნდეთ რა, ვიღაცა შეიძლება ძველი პარტნიორებიც გამოუჩნდეს, სასიყვარულო პარტნიორები, ხო? ვიღაცის შემთხვევაში შეიძლება ძველ თუ სცენაზე გამოდიოდით, ძველ აუდიტორიასთან მოგიწიოთ მუშაობა ვიღაცას, შეიძლება უკან სამსახური ამ სფეროში თუ მუშაობდით, ძველი სამსახური შემოგთავაზონ ისევ. ხო, ანუ ყველაფერი, რაც ამ საკითხებს ეხება და რაც ძველია, მანამდე უკვე რაც გაგიკეთებიათ, ან უბრალოდ გაიხსენოთ ძველი სასიყვარულო პარტნიორები, ხო? შემდეგი არის მეორე რეტრო მერკური, რომელიც 18 ივლისით 11 აგვისტოს პერიოდია და ეს არის მეცხრე სახლი. დაუბრუნდებით საკითხებს, როგორიც არის განათლება, მასწავლებლები, ტრენინგები, მოგზაურობა, რელიგია, ფილოსოფიაც შეიძლება, რელიგია ვთქვი, აი ამ საკითხებს შეიძლება დაუბრუნდეთ. შეიძლება მაგალითად ადრე თუ ვინმე ვთქვათ, უფრო ღრმა მორწმუნე იყავით, ვთქვათ, ლოცულობდით და რამე და თავი დაანებეთ, შეიძლება სურვილი გაგიჩნდეთ, რომ ხალხლა მიუბრუნდეთ ამ საკითხს. ან სიტყვაზე ძველ პედაგოგებს შეხვდეთ, ან რაღაცა ერთმანეთთან ბმაში იყოთ ეს, ანუ ერთმანეთს შეეხმიანოთ, ხო? ან რაღაცა, ან რაც განათლებას ეხება, რა ძველ საკითხებს დაუბრუნდეთ. ვიღაცამ შეიძლება თუ სწავლა ქონდა შეჩერებული, თქვათ, ისევ დაიწყოს სწავლა, ხო? ასევე უცხოელებთან კომუნიკაციას და კონტაქტსაც ნიშნავს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შეიძლება ძველი, ან თუ სწავლობთ ადრე რაიმე უცხო ენას და შეჩერებული ქონდათ, ისევ დაუბრუნდეთ აი ამას. ეს რაც შეეხება მეორე რეტროს. ეხლა მესამე რეტრო იქნება 9 ნოემბერი, 29 ნოემბრის პერიოდი თქვენს პირველ სახლში. დიდი ალბათობით დაუბრუნდებით ძველ იმიჯს და ძველ ხასიათობრივ თვისებებს, ასე ვთქვათ, ხო? ძველ ვიზუალს, ანუ იმ რაღაცებს, რაც მეს ეხება, აი ან თქვენი ძველი გამოცდილებები გაიხსენოთ, ხო? შემდეგი არის რეტრო ვენერა. ეს წელი საინტერესოა იმით, რომ ძალიან ბევრი რეტრო პლანეტა ყოფს და ასევე ბევრი პლანეტა იცვლის ნიშანს. ეს იმ პლანეტებზე მაქვს საუბარი, რომელსაც მინიმუმ 3, 4, 7 წელი და ასე შემდეგ, უფრო მეტიც სჭირდება ციკლის შესასრულებლად. და იგივე, ვთქვათ, იმ სახლში და იმ ნიშანში ყოფნისთვის. მას რეტრო ვენერას დროს ხელს არ ვაწერთ, არ ვოჯახდებით და სილამაზის პროცედურებს, მათ შორის ოპერაციას, ესთეთიურს არ ვიკეთებთ, იმიტომ რომ შედეგი არ მოგწონს და რაც შეეხება ოჯახის თემებში, ოჯახური იდილია და სიყვარული ეკლდება, რაც მნიშვნელოვანია
ოჯახის შექმნის დროს, ხო? და ეს პერიოდი არის თან თქვენს სიყვარულის სახლშია და ამიტომ უფრო მეტად უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება. მას 2 მარტი 13 აპრილის პერიოდი და ეს იქნება ისევ და ისევ სასიყვარულო ურთიერთობები ძალიან აქტიური იქნება და აქტუალური, ამიტომ თავი შეიკავეთ რა მაქსიმალურად, იმიტომ რომ თან თქვენს მეხუთე სახლზე მიუთითებს. ასევე ბავშვებთან ურთიერთობა, ბავშვები ზოგადად ხელოვნება, შემოქმედება სცენაზე გამოსულ, ხო? აი ყველაფერი აი ამ კუთხით. პირველ სახლში გექნებათ 1 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით და ამ დროს მაქსიმალურად იკაშკაშებთ, მაქსიმალურად თვალში საცემები იქნებით და მაქსიმალურად ასე ვთქვათ მოაჯადოებთ ადამიანებს რა, იმიტომ რომ ძალიან პირველ სახლში ვენერა სილამაზის პლანეტა არის ზოგადად და მცირებედნიერების პლანეტასაც უწოდებენ. და ვისი პირველ სახლში ყოფნა მაქსიმალურ შარმს მატებს იმ ადამიანს, იმ ნიშანს, სადაც არის ეს, ხო? შემდეგი არის მარსი, ისევ და ისევ რეტრო მარსი გვექნება და რეტრო მარსის დროს ზოგადად უენერგიობა და სიზარმაც ეიმატებს ხოლმე. ამ დროს კარგია ხოლმე, რომ უბრალოდ დაგეგმოთ მაგალითად, დაახარისხოთ, ამ დროს კარგია დაისვენოთ, რაც მთავარია, ხო? ეს პერიოდი არის 7 იანვრიდან 24 თებერვლის ჩათვლით. და ეს ყველაფერი ხდება თქვენს მერვე სახლში. გარდა ამისა, მერვე სახლში ის გაჩერდება 29 აპრილამდე, უფრო მეტიც, ხო? შესაბამისად, აი ეს ცვლილება მერვე სახლის მოიტანს, ჯერთი პარტნიორ ურთიერთობები იქნება ძალიან აქტუალური და ასევე ფილოსოფია, ფსიქოლოგია, სექსუალური ურთიერთობები, ოპერაციები, ეზოთერიკა, ტრანსფორმაცია, ყველაფერი ეს იქნება აი ამ პერიოდში ძალიან აქტუალური რა და ანუ შეიძლება ვიღაცამ საბოლოოდ გადაწყვიტოს, ფული, ბანკი, ყველაფერი ეს ხო, პარტნიორის ფულიც. და შეიძლება გადაწყვიტოს, გადაჭროს ამასთან დაკავშირებით საკითხები, ხო, რაღაცა. იუპიტერი არის მაშ ბედნიერების პლანეტა, იღბალი მოაქვს იუპიტერს და რომელ სახლში შედის, ხოლმე აფართოებს იმ სახლის უნარებსაც და უფრო მეტ იღბალს მატებს მას. და ნახეთ, ახლა იუპიტერი მერვე სახლში იქნება და მერვე სახლში იქნება 10 ივნისიდან 1 ივლისის პერიოდამდე 2026 წლის 1 ივლისზეა საუბარი. და მერვე სახლი ნახეთ ძალიან ტრანსფორმაციული წელი იქნება. თან აქ პირველი გაფრთხილება რაც არის ის, რომ აუცილებლად კი იღბალი მოაქვს, მაგრამ აუცილებლად რაც საჭიროა ჯანმრთელობის მხრივ ანალიზები იქნება თუ რა ვიცი მე ჯანსაღი ცხოვრების სტილი თუ რაც იქნება, ეს ყველაფერი ჩავიტაროთ, გავაკეთოთ, იმიტომ რომ მერვე სახლი არის ძალიან ტრანსფორმაციული და ნუ აი ჯანმრთელობასთანაც აი ამ კონტექსტში არის ჯანმრთელობასთან ბმაში ძალიან. ამიტომ ჩაიტარეთ რაც საჭიროა ის კვლევები. დანარჩენი ეხლა რას განაგებს მერვე სახლი, ხო? ტრანსფორმაციას როგორც გითხარით, სიკვდილის სიცოცხლის საქმე, ანუ აი თითქოს რო კვდები და თავიდან რო იბადები რა ეს მომენტი, ანუ ეს არის პირდაპირ გაგებით არ ვამბობ ამას ვამბობ გადატანითი მნიშვნელობით, რომ აი რაღაც იმდანით იცვლება შენს ცხოვრებაში, რომ ეს გეხმარება რომ სხვა ადამიანად ანუ ხელახლა, ანუ თუ დავარდი ხელახლა ადგე და ხელახლა მოსინჯო რა. ასევე ფსიქოლოგია ვიღაცა თერაპიას დაიწყებთ დიდი ალბათობით და გაჯანსაღდებით ამ მიმართულებით, ხო? თუ კი მიხედავთ ჯანმრთელობას, რა თქმა უნდა, იუპიტერს დაგეხმარებათ, რომ გამოჯანმრთელდეთ და თუ ვიმე ავადიყავით, პირიქით ისევ და ისევ გაჯანსაღდეთ, ხო? შემდეგ არის ესე იგი ეზოთერიკა, ოპერაციები, რისკები, დიდ თანხებზეა საუბარი, ვიღაცა შეიძლება გამდიდრდეს, ხო? ბანკებზეც არის საუბარი და ვიღაცისთვის ეს იქნება ძალიან შემოსავლიანი პერიოდი, ძალიან. ესე იგი, იმდენი თანხა შეიძლება გქონდეთ, რომ აი ვიღაცა იტყვის, რომ აი ამდენი ხანი ღირდა ამდენ შრომად, ან ამდენ ლოდინად, ასე ვთქვათ. შესაბამისად, იუპიტერს მერვე სახლში მოაქვს დიდი ფული.
და ბიზნესი შეიძლება გახსნათ და შეიძლება ბიზნესი თუ რო გახსნით, ამან მოიტანოს ფული, არ არის გამორიცხული. შემდეგი არის სატურნი. სატურნი თქვენს მეხუთე სახლშია და სატურნი არის პლანეტა, რომელიც ახარისხებს, რომელიც წესებს, კანონებს აწესებს, ამენეჯმენტებს, ასევე ანუ უფრო აპატარავებს, ამცირებს, ასე ვთქვათ, ხო, სიტუაციებს და აი უფრო იცით როგორი მკაცრი პლანეტა არის სატურნი რა და მეხუთე სახლში სატურნის ყოფნა, რომელიც 26 მაისიდან 2 სექტემბრამდე იქნება და შემდეგ 2026 წელს თებერვალში მთლიან შევა 2 წელიწად ნახევარი 3 წლის განმავლობაში. და იქ მეხუთე სახლში ყოფნა სატურნის არის ის, რომ გაცხრილავთ ძალიან ბევრ ადამიანს, ოღონდ რა მხრივ გაცხრილავთ, იცით? აი პარტნიორებზე რა, თუ აი თქვათ ერთხელ სინჯერთ, ორჯერ, სამჯერ, ანუ არ გამოგდის ურთიერთობა, შეჩერდებით, დაახარისხებთ ამ სასიყვარულო ურთიერთობებს და ამ მხრივ სატურნი დაგეხმარებათ, რომ თქვენი ცხოვრებიდან გაუშვათ ის ადამიანები, ვინც დიდი ხანია უკვე წასასვლელები არიან, ასე ვთქვათ. ასევე სატურნი მეხუთე სახლში დაგეხმარებათ, რომ როგორც განავითაროთ, ისე დაახარისხოთ სცენაზე ხელოვნება, შემოქმედება, სცენაზე მუშაობა, ასევე ბავშვებთან ურთიერთობებშიც დაგეხმარებათ, დაალაგოთ ურთიერთობები, ხო? და ყოველივე ეს. ეხლა აქვე ნეპტუნზე მინდა ვისაუბრო, იმიტომ რომ ისიც თქვენს მეხუთე სახლშია და ეს პერიოდი არის 31 მარტი, 23 ოქტომბრის პერიოდი. შემდეგ იგი 2026 წელს მთლიანად შედის თქვენს 14 წლით შედის მეხუთე სახლში. ეხლა ნახეთ, მეხუთე სახლი ისე ანუ ნეპტუნი არის პლანეტა, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია. ძალიან ბევრ მშვილდოსთან შვილები შეეძინება დიდი ალბათობით და ეს იქნება, ანუ იუპიტერი და ნეპტუნი არის პლანეტა, რომელსაც საზღვრები არ გააჩნიათ. ან თქვენი უნარები, აი მაგალითად თუ შემოქმედებით დაკავდებით, არის აი დაუსრულებელი, ანუ იმხელა რესურსი და უნარები გექნებათ, რომ მაგალითად სცენაზე იბრწყინოთ, მაგალითად შემოქმედებითი ისინი რაღაც ხელოვნების კურსებზე დაიწყოთ სიარული და ანუ ძალიან მაგრა დაიხვეწებით და შეიძლება ერთ-ერთი საუკეთესოც კი იყოთ რაღაცა კონკრეტულ მიმართულებით, ხო? აი ამ მხრივ ძალიან დიდ შესაძლებლობებს გაძლევთ ნეპტუნი მეხუთე სახლში, ხო? გარდა ამისა, შეიძლება პოპულარობაც მოგიტანოთ სცენაზე, ხო? თუ ვიღაც მსახიობი ხართ, აი ამ მხრივ შეიძლება ძალიან დიდი პოპულარობა მოგიტანოთ ნეპტუნის მეხუთე სახლმა, ხო? და ანუ ვიღაცა შეიძლება ვიღაცამ ბაღშიც დაიწყოს მუშაობა, ანუ სკოლაში, ოღონდ პატარებთან რა, ანუ ეს იყოს მისი სამსახური, ასე ვთქვათ და ან ბავშვთან ზოგადად დაიწყოს მუშაობა, ხო? და ეს რაღაცა სამსახურთანაც კავშირში იყოს ამ მიმართულებით. და საინტერესო კიდე ყველაზე ძალიან ერთ-ერთი არის ის, რომ ნეპტუნი და სატურნი აგვისტოში გაერთიანდება. ამ კონტექსტით თითქოს ნეპტუნის და სატურნის თვისებები არის ერთმანეთის საპირისპირო და რატომ ამბობ ამას? ნეპტუნი თუ არის პლანეტა, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია, პირიქით სატურნს ძალიან დიდი საზღვრები გააჩნია და არ უყვარს ესეთი ისინი რა, აი ძალიან თავისთვის არის ხოლმე ეს სატურნი. ამათი შეერთება მეტყველებს ძალიან ბევრ რამეზე, თან მეხუთე სახლში, ხო? ანუ როგორც ჩანს, ძალიან დაალაგებთ სიტუაციას სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით. და უკვე გეცოდინებათ რა გინდათ, რატომ გინდათ და როგორ გინდათ და ვისთან გინდათ, ასე ვთქვათ, ხო? გარდა ამისა, თუ ადამიანი ხართ, რომელიც ძალიან ქაოტური ხართ და ეს უკვე ხელის შემშლელია, იმიტომ რომ მოდით შევთანხმდეთ, რომ ყველაფერი ბევრი შეიძლება იყოს მავნებელი ადამიანისთვის, ხო? შესაბამისად ამისა, თუ ძალიან ქაოტური ხართ, სატურნი დაგეხმარებათ, რომ
დაიწყოთ საკუთარ თავზე მუშაობა და დაამენეჯმენტოთ ეს ყველაფერი და უფრო სტრუქტურირებული გახდეთ. და თუ პირიქით შემაწუხებლად სტრუქტურირებული ხართ, ანუ აი ეს აქ უნდა იდოს, ის იქ უნდა იდოს და ძალიან დიდ დისკომფორტს განიცდით ამასთან მიმართებაში, პირიქით ნეპტუნი დაგეხმარებათ, რომ უფრო ისეთი გახდეთ, მოქნილი გახდეთ და მოერგოთ სიტუაციას და ამან, ანუ, იმიტომ რომ ეს შემაწუხებლობა, ანუ შინაგანათაც ადამიანს აწუხებს და გულზე მოგეშვებათ რა, რომ აი ვისწავლე, ვიცი უკვე როგორ უნდა გავუშვა რაღაცები და როგორ უნდა ვიყო მოქნილი. პლუტონი 24 ნოემბრიდან ამა წლის 2024 წლის 24 ნოემბრიდან 28 ზუსტად აღარ მახსოვს შევიდა ჩვენს მესამე ჩვენს რა მშვილდოსნების მესამე სახლში 20 წლით. რაც მეტყველებს იმაზე, რომ პლუტონი ძალიან დიდი ტრანსფორმაციები მოაქვს 20 წელი ხარ არის ცოტა და საერთოდ სხვა ადამიანი ხდებით რა, მოდი ასე ვთქვათ და ეს საერთოდ სხვა ადამიანად ყოფნა მესამე სახლს ეხება. ანუ ეხლა რა მოაქვს მესამე სახლის სფეროები რა არის და რა ტრანსფორმაციული საკითხები იქნება ეს 20 წელი. ხო, პირველი ის რომ დაძმებთან ურთიერთობა, დედმამიშვილებთან, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიძაშვილი და ასე შემდეგ, ნათესავები, მეზობლები, მანქანები, ან თუ მაგალითად მანქანა გინდოდათ რომ ყოლოდეთ, გეყოლებათ დიდი ალბათობით, იმიტომ რომ მესამე სახლი ეს ტრანსპორტის სახლია, გადაადგილებები, მცირე მანძილებით, ხო, რაღაცა შეიძლება საცხოვრისი ადგილი შეიცვალოთ და მოკლე მაგალითად სხვა ქვეყანაში კი არა, ამ შემთხვევაში გადახვიდეთ რაღაცა იგივე ქვეყანაში, ოღონდ სხვა ადგილას, ან დაიწყოთ მოგზაურობა, ოღონდ მცირე დროით, მცირე მანძილით და მცირე დროით. და მოკლედ ეს პერიოდი ხალხთან კომუნიკაციის კუთხითაც ძალიან განვითარდებით რა და კიდე თუ იმეს კომუნიკაციასთან დაკავშირებული გადასაჭრელი ამოცანები პრობლემები ქონდათ, დიდი ალბათობით გამოგივათ ეს და გადალახავთ ამ ყველაფერს და ეშველება, ასე ვთქვათ, საკუთარ თავს, ანუ აი მაგალითად თუ გიჭირდათ ადამიანებთან კომუნიკაცია, რაღაცა კურსები გაიაროთ და მის მერე ისეთი მომაჯადოებელი საუბარი შეგეძლოთ მერე. და რაც შეეხება კარმულ კვანძებს, რომელიც 12 იანვარს იცვლის ნიშანს და მას რახუ ეს არის მეოთხე სახლი და კეტო მეათე სახლი, წელიწად ნახევარი 18 თვე, ანუ იქნება აი ამ სახლებში. ეხლა წელიწად ნახევარი იქნება აქტუალური საკითხები, როგორიც არის დედასთან ურთიერთობა, მიწა, სამშობლო, ქონება, რემონტი, აი ესენი იქნება ძალიან აქტუალური. გარდა ამისა, იქნება აქტუალური სტატუსი, ოჯახური სტატუსიც მათ შორის, ვიღაცა დედა გახდება, ვიღაცა უეჭველი ძალიან ბევრ მშვილდოსნებს შვილი გეყოლებათ რა, ვიღაც ბებია გახდება, ბაბუა, მამა და ასე შემდეგ. ასევე კარიერის კუთხით იქნება ბევრი ცვლილება წელიწადნახევრის განმავლობაში და კარიერაში დიდი ალბათობით წინ წაიწევთ, ხო? ეს წელი ხა თქვენთვის არ არის კარიერული წელი როგორც ასეთი, მაგრამ შეიძლება თქვენი ბიზნესი შექმნათ და რაღაცა უფრო მაღალ ლეველზე ახვიდეთ, ხო? აი ამ კუთხით სტატუსი შეიცვალოთ. თუმცა აქ კარიერა კიდე იცით რა არის სტრუქტურირებულ კარიერაზეც აქვს საუბარი, ხო? და სტრუქტურირებულ განათლებაზეც და რაღაცა უფრო უნივერსიტეტის დონემდე რო არის და ასე შემდეგ რა და ამ ხრივაც ცვლილებები იქნება. შემდეგ გვექნება 2 მზის და 2 მთვარის დაბნელება. პირველი და მთვარის და მზის დაბნელების დროს გვაქვს კულმინაციები ხოლმე, შედეგები ხოლმე და პირველი 14 მარტს იქნება თქვენს მეათე სახლში, ანუ შედეგებს ნახავთ თქვენი კარიერული კუთხით, სტატუსური კუთხით და ხო, მამასთან ურთიერთობის კუთხითაც რა. კი ბატონო, შემდეგი არის 29 მარტი, თქვენს მეხუთე სახლში სასიყვარულო ურთიერთობები, სენა, ხელოვნება, შემოქმედება, ბავშვებთან ურთიერთობა, სიყვარული, აი ამ კუთხით იქნება კულმინაციები და შედეგები. მე-7 კი არა და 7 სექტემბერს მეოთხე სახლში რემონტი, სამშობლო, სახლი, ქონება, მიწა, დედასთან ურთიერთობები იქნება აქტუალური. და ბოლო მზის დაბნელება 21 სექტემბერს, რომელიც მეათე სახლში იქნება, ისევ და ისევ უბრუნდებით საკითხს სტატუსი, კარიერა, ოჯახური სტატუსი, მამასთან ურთიერთობა, ამ ხრივ იქნება კულმინაციები და ბოლოს მინდა ვთქვა, ახალმთვარეობა, როდესაც კარგია დაწყება ახლის, უბრალოდ
დააკვირდეთ, რომ რეტროებს არ დაამთხვიოთ. ეს იქნება თქვენს პირველ სახლში, რაც მაქსიმალურად სიძლიერეზე მიუთითებს თქვენ სიძლიერეზე და შარმიანობაზე. 20 დეკემბერს იქნება ეს ამბავი. 2025 წლის 20 დეკემბერზე მაქვს საუბარი. ნუ წლის ბოლოს. ამიტომ სავარაუდოდ 2026 ძალიან კარგ რაღაცებს გვპირდება თქვენთვის, ასე ვთქვათ. შესაბამისად, აი დეკემბერში უკვე იწყებთ ამ ახალ რაღაცებს და შედეგებს ნახავთ 2026-ში. ოღონდ დიდ შედეგებზე მაქვს აქ საუბარი, თორე ისე შედეგებს როგორ არ ნახავთ. მაგრამ აი 2025 ხა მშვილდოსნებისთვის ძალიან სიახლის დაწყების პერიოდი არ არის, რომ აი ძალიან დიდი სიახლები დაიწყოთ. რა ის უფრო არის, რომ აი ძველს რო ახარისხებთ, უშვებთ, ემშვიდობებით, აი რაღაც ეს და ამზადებთ საკუთარ თავს ახალი დასაწყისებისთვის რა, ახალი რაღაცეებისთვის. მადლობა რომ მომისმინეთ და აბა თქვენიც.